1001 ღამე. ამდენს რო ვჭამთ კალორიებიც ხომ უნდა დავწვათ? კარგი მეტაბოლიზმი მაქვს, შენ თავზე იდარდე. როგორ გაგიმართლა? ქალბატონო მელიქ, მორდო დაგტოვეთ. ქალბატონო დასთან პირადი საქმე მაქვს. ახლა ქალბატონო და ის დისკები დამებრუნეთ, ჩემი მაგიდიდან რომ აიღეთ. რა თქმა უნდა. ინებეთ. ესენი არა. თქვენი მაგიდიდან ესენი ავიღე ბატონო ონურ. განთ ინშაათის პროექტის ნახაზებია. გასაგებია. კარგი, ბოდიში. არა უშავს, მაგრამ შეგეძლოთ ეს ქალბატონი მელექისთან დასწრებითად გეთქვათ. ქალბატონმა შაჰრაზადმა დღეს ჩემი კომპიუტერი ჩართო, რამე მიიქცია თქვენი ყურადღება. დიახ, ჩართო. იმ დისკებს ხომ არ ეძებთ ქალბატონმა შაჰრაზადმა რომ აიღო? რომ გადიოდა რამდენიმე დისკი ეჭირა ხელში. ბოდიში გიხდით. გისმენ. საყვარელო. საქმეს თუ მორჩი იქნებ ბავშვები წაგვეყვანა და ერთად გვესადილა. ახლა შეხვედრაზე ვარ ონურ, მერე დაგირეკავ. ხო, მაგრამ დროებით. ბატონო, იპოვეთ დისკები, რომლებსაც ეძებდით. არა, ქალბატონედას არა უღია. დარწმუნებული ხართ? თქვენი აზრით ყველაფერი შეგიძლიათ ვკითხოთ ქალბატონო ნურხაიათ. ბოდიში. არ მინდოდა თქვენი გაღიზიანება. კარგი, შეგიძლიათ გაიტანოთ, არ შევჭამ. მე სხვის ნიფთებს ხელს არ ვახლებ ქალბატონო ნურხაიათ. დედა მასე გამზარდა. და კიდევ ერთი რამ მასწავლა. ენატანიანო იქნები თორემ ისევ შენ დაზარალდებიო. უზრდელი. მზად არის ბატონო ონურ. გილოცავთ გოგოებო. ნახეთ ფესუნის დედამთილმა რამდენი რამ გამოგიგზავნათ. ღმერთმა დაგლოცოთ ქალბატონო ფესუნი. მე არაფერი გამიკეთებია. ჩემი დედამთილი დალოცოს ღმერთმა, მან იზრუნა. ღმერთმა ისიც დალოცოს. ალამაზი სვიტრია. შეხედე რა კარგი ხალათებია. ამით შეიძლება დეფილეც მოვაწყოთ. ზამთრის დეფილე. ეს ალბათ ამის ყველია, აიღე. როგორ მედი საქმეები ადვოკატო? ბატონ ალიქებალს განქორწინების საკითხზე ველაპარაკე. მაგას არ გეკითხები. განქორწინება არაფერია. ხვალ განქორწინდებიან და ამით დამთავრდება საქმე. რომ შევთანხმებულიყავით, მალე დამთავრდებოდა. თუმცა, როგორ? ეჭვი გეპარება? იმ სვავებს ერთ ქურუშსაც არ მივცემ. გასაგებია? გასაგებია ბატონო. ყველაფერს გავაკეთებ რა შეგვიძლია. ნერვილობ მამა. მალე მორჩება ეგ საქმე. იმედია.
ფისონთან დაკავშირებით რა ხდება? როგორ არის საქმე? ქალბატონი ფისონის დაცვის სიტყვა მზად არის ბატონო ბურხან, სასამართლოს დანიშნის თარიღს ველოდები. მომისმინე ისმაილ. აუცილებლად უნდა გამოიყვანო. გასაგებია? ქალბატონ ფისონის შემრბილებელი გარემოებები აქვს ბატონო ბურხან. ის კაცი ძალით შეიჭრა სახლში. პირველივე სასამართლოზე გაათავისუფლებენ? ეს მაინტერესებს. ჯერ ვერ მოგცემთ გარანტიას, მაგრამ ციხიდან უნდა გამოვიდეს. რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთე. ჩემი რძალი პირველივე სასამართლოზე უნდა გაათავისუფლონ. გასაგებია? გასაგებია, ბატონო ბურხან. შაჰრაზად? რამე მოხდა? არ მინდა მეთქი, ხომ გითხარიბიძია, ნუ მაძალებ. ესე იგი საერთოდ არ გაქვთ ჩემი ხათრი. კარგი რა. ბუქეთ საყვარელო ბიძია თქვენთვის ამბობს, გთხოვ? არ მინდა. ახლა გავბრაზდები. ნიმეთ. რა მოხდა განი? გოგონების სვიტრები მოიტანე, გარეთ გავდივართ. კარგი. ბიძია. არ მინდა. მივდივართ მეთქი. წამოდით. დროზე, დროზე. დავედით. ადექით. წამოდით. დავედით გოგოებო. დროზე. ახლა რა საპირებ? არ ვიცი. ადრე შემეძლო ქანთან ერთად ყველაფერი მიმეტოვებინა და წავსულიყავი, მაგრამ ახლა ნილუფერია. გაგეждდი, სად უნდა წახვიდე? უნდა დასხდეთ და ილაპარაკოთ, ასე არ შეიძლება. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბენო? იმდენად არ მენდობა, რომ კაციც კი დაიქერავა, რომ მithვალთვალოს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ხო, უნდა გითხო ეს რატომ გააკეთა? არ მესმის, რატომ უნდა უთვალთვალებდეს ქმარი ცოლს. არ მენდობა და ამიტომ. არ გინდა, ღვთის გულისათვის. მიზეზი არა აქვს, რომ არ გენდოს. თუ აქვს, თქვი. რამე გაიგონა, რამე დაინახა? რა არის მისი უნდობლობის მიზეზი? მიდიქან. ხედავ ნილუფერმა თებში მოასუფთავა. ბევრი მაკარონი დამიდე. კარგი, იმდენი შეჭამე, რამდენსაც შეძლებ, მაგრამ კატლეტი აუცილებლად უნდა შეჭამო. კარგი? შეჭამე ქან დამეწიე. მიდიქან, მიდი. დაღამშვიდობისა. მამა მოვიდა. გამარჯობა, მამა. ისხდით. შეგერგოთ ჩემო ძვირფასებო. გამარჯობა ბატონო ანურ. გამარჯობა. შაჰრაზადე არ მოსულა? ჯერ არ მოსულა. დარეკა? ნარეკ. მითხრა დამაგვიანდება და ბავშვებს თავის დროზე აჭამეო. ვახშამი მოგიმზადოთ? არა, არ მინდა. მოგვიანებით ეხლას. კარგი. მიდით ბავშვებო, დაასრულეთ ჭამა და მერე ვითამაშოთ, კარგი? ვაშა, კარგი მამა. ფისონი როგორ არის? როგორ უნდა იყოს? ძალიან დარდობს. მეტავ შემეძლოს დახმარება. მადლობ შაჰრაზად. რამე რომ შეგეძლოს ხომ გააკეთებ. თავარია. ჩვენ გვერდით ხარ, სხვა რა უნდა ვინადროთ. გოგოები სად არიან? განიმ გააზეირნა. ცდილობს გაართოს რაკნას. ზოგჯერ როცა თავს განსაცდელი გვატყდება და უსუსურები ვართ. არაფერი გვჭება გარდა იმისა, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ. გისმენ ონორ. შაჰრაზად, საყვარელო, კარგად ხარ? კარგად ვარ. სად ხარ? მეგონა ბავშვებთან ერთად სავახშ მოწავიდოდით სადმე? სხვა დროს წავიდეთ. ახლა ქალბატონ ნადიდესთან ვარ.
რა მოხდა, ყველაფერი რიგზეა? ავატყომ არ არის? არა, უბრალოდ დარც ვუზიარებთ ერთმანეთს. როგორც დედაშვილი. ხო. კარგი. მაგრამ შენს არ ყოფნას დიდხანს ვერ გაუძლებ. მალე მოდი. ახლა შეიძლება რომ გავთიშო. სახლში ვილაპარაკოთ. არ დააგვიანო. ძალიან მომენატრე. დროებით. იმდენი სადარდებელი მაქვს, ვერც კი მოგიკითხე შაჰრაზად. შენ კარგად ხარ შველა? მოდით. შენ ჰინერთან ერთად, მე კი ბურჯუსთან ერთად ვითამაშებ. აუცილებელი იყო რომ აქ მოსულიყავით. მოდი დავიწყოთ. პირველი ვინ გააგორებს? შენ დაიწყე. არ მინდა. რას ნიშნავს არ გინდა? ისვენა? აქ სამი თითი უნდა მოათავსო. სამი ნაბიჯი გადადგა და ისროლო. აგა მომდის. გამოგივა. იყურე გაჩვენებ. მე ასე. ახლა შენ სადე. ჯერ ბუქეთმა ისროლოს. კარგი, მირი ბუქეთ. ალო? მართლა? როდის? კარგი. განი. ისვენ? სასწრაფოდ უნდა წავიდე განი. კარგი. დედა სიცხე აქვს და კარგი, გამოჯამრთელებას უსურვებ. მინდა და დარჩენილიყავი. არა უშავს, შენ საქმეს მიხედა. კარგი, დროებით. ნახვამდის გოგოებო, ნახვამდის. გოგონებო, გავაგრძელოთ. მიძია გთხოვ წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. შენს მკლავებში მაშინ ვეჩუმდება. მამიცი საყვარელო. ბურჩინ, რამალე დაბრუნდით? განი სად არის? მანქანას აყენებს. ხშირად ბავშვებო, მოგიმზადოთ რამე? არ გვინდა. შველა, ძალიან გახდი. არ შეიძლება. ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ. საჭმელს მოგიტანთ. არ გვინდა ხომ თქვით? რატომ გვაძალებ? კარგი. არ შეიძლება შვილო. ბუქეთ, ბურჯუ. მოდით, გვერდზე მომისხედით. ჩემო ძვირფასო. ბებია, მართალია. უნდა ჭამოთ. ასე თუ გააგრძელებთ, დედა რომ დაბრუნდება და გამხდარებს დაგინახავთ. ინერვიულებს. დედას გამოუშვებენ, ბაბუა? რას ნიშნავს გამოუშვებენ?
გვირდებით ძალიან მალე დედა ამ კარში შემოვა და აღარასოდეს დაშორდები. ძალიან მომენატრა ჩემი შვილები. მოთმინება იქონია ღვთისგულისათვის დაო. ახლა ჩვენც ავტირდებით. ვეღარ ვუძლებ. შვილების მონატრებას ვერ ვუძლებ. თქვენ ისე ვარ დაგიძინიათ? მიძინებთ ბებია. აბა დაწეკით. ბებიას არ უნდა აკოცოთ? სიყვარელ. ჩემო ძვირფასებო. ძვირფასო. დაიძინეთ. ჩემო საყვარელ. დაიფარე საბანი? შუქი არ ჩააქრო ბებია. ძილინებისა. კარგი. არ ჩავაქრო. ძილინებისა. ბატონო ბურხან, ნუ ტირი. ღმერთო, მოწყალე თვალით გადმოვხედე. დაგვიფარე ღმერთო. გაჩუმდი ბატონო ბურხან. თუ ღმერთი გწამს გაჩუმდი. ასეთ სიბერეზე ვოცნებობ დიდხალ ბატონო ნადიდე. მე და შენ ხომ თბილისი ბერე უნდა ქონოდა. შვილები გავზარდეთ. პატიოსნად. ჩვენი შრომით. აი მოგიტანე ზურფასო. გმადლობ. რა მოხდა, რა მოგივიდა? არაფერია. შენი ლამაზი თვალები სხვა რამეს ამბობენ. მართლა არაფერია. არა, რაღაც მოხდა. ხომ არ გაწყერინა საყვარელო? შენ კი არა. ონურმა აწყენინა შახრაზაც. რატომ რა გააკეთა? მითხარი. ვერ გეტყვი. შახრაზაც პირობა მივეცი, ქერემს არ ვეტყვი მეთქი. მინდა რომ ცნობის მოყარეობა მომკლას, მითხარი. ონორი შახრაზაც უთვალთვალებს. რა? მიღაც დაიქირავა. აინტერესებს სადადის ვის ხვდება. იმ კაც ფოტოები გადაუღია. შახრაზადი ძალიან ნერვიულობს რომ ქმარი არ ენდობა. ონური რატომ არის ასეთი ეჭვიანი? შენი აზრით რატომ იქცევა ასე? არ მიენდოდიაც დაახთქმას. არ ირწმუნო ქადილი მათი. ეგ რას ნიშნავს? ონურის საყვარელი წიგნიდანაა.
1001 ღამის ზღაპრებიდან. არ ძინებ? სად მიდიხ? ამაღამ ქანთან დავიძინებ. რას ამბობ? უშენოდ ვერ დავიძინებ. ანორ ხელი გამიშვე. რა მოგივიდა? მოდი ვილაპარაკოთ. ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა არა. ბოდიშის მოხდა საზრია აქვს? არა. კარგი. მე ქვემოთ დავწევი, შენ კი აქ დაიძინე. ერთხელ გითხეს, სიყვარული რა არის? მე კი უპასუხე, სიყვარული შარბათს გავს. ისეთი თკბილია, ერთ ფიალასაც თუ შესვა, ღვინოსავით დაკათრობს. გონებას აგილე. შენთან შეყრის იმედი რომ არ გქონოდა, ახლა ცოცხლებში არ ვეზარებოდი. მე შემოგფიცე რომ ჩემი გული მხოლოდ შენთვის იფეთქება. ღმერთია მოწმე რომ ჩემს გულს ხვისი სიყვარული არ დაეკარებ. აღთქმა დავდე რომ შენი ტფობის მონა ვიქნები. უსასოოდ დარჩენილი ჩემი გული. კარგი, ვინმეს გამოგზავნი. გმადლობ, ნახვამდის. განი, ჩემს მანქანა შემოწმება სჭირდება. შეგიძლია სერვის ცენტრში წაიყვანო. რა თქმა უნდა. სანამ სახელოსნოში იქნები, სხვა მანქანას მოგცემენ და იმით წამოდი. კარგი, შაჰრაზად. მივიყვან თუ არა დავბრუნდები. კარგი, განი საჭესთან ყურადღებით იყავი. გმადლობთ. დღეს 2 საათზე თათბირია დანიშნული. მართლა? დინესტრებიან. ბატონი ონური, ბატონი ბურხანი და ბატონი ოსჯანი. გასაგებია, გმადლობთ, ქალბატონო ნურხაიათ. სათათბირო ოთახში შევხვდებით, არა? ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შეგატყობინებთ. კარგი. როგორებს რომ უყურებ გული მიკვდება. ყველაფერი ჩემი ბრალია. რას ბრძანებთ? ასე. ვიცი ჩემი შეცდომები. ჩემ შვილებს არასდროს ვენდობოდი. მინდა და სულ ჩემ თვალწინ ყოფილიყვნენ. ჩემი კონტროლის ქვეშ და უარესი გავაკეთე. ამ ამბავში თქვენ არ ხართ დამნაშავე. ის კაცი სულით ავადმყოფი ყოფილა. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო, შაჰრაზად. მედის წერას წინ ვერ აღვუდგებით. ვფიქრობდი, შვილებს სიკეთეს ვუკეთებ მეთქი და პირიქით, ბოროტება გავუკეთე. ჯობდა თავის ნებაზე მიმეშვა უფრო, მეტი ნდობა მქონოდა მათ მიმართ. ახლა ამაზე ნუფიქრობთ, შვილიშვილებს სჭირდებით. მართალი ხარ. უნდა შევეცადო რომ დამშვიდდე. ამიტომ საქმეს უნდა მივხედო. შენი ნებართვით წავალ, შაჰრაზად. რა თქმა უნდა.
ქალბატონ ნადიდეს მოკითხვა გადაეცით. აუცილებლად. გაუხარდა მის სანახავად რომ მოხვედი. ძალიან გაუხარდა. დროებით დაგემშვიდობები. ნახვამდის. წარმატებულ დღეს გისურვებ, შვილო. გმადლობ. ნახვამდის. ნახვამდის. ქალბატონო შახრაზად კარგად ხართ? თავი მტკივა ჰუნარ. ტკივილ გამაყუჩებელი ხომ არ გინდათ? არა, ასე ძალიანაც არ მტკივა. ჰაერზე გავივლი და გამივლის. ვინმე თუ დარეკავს, ჩაინიშნა კარგი? რა თქმა უნდა, არ იდარდოთ. ისეთი მადამ აქვს, რომ ვერ ვჩერდები. მაინც ყურადღებით იყავი, მერე ზონაში დაკლება რთულია ბენო. ხო, მართალი ხართ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხარხებ. ზეღან ტკბილეული ახსენე და რამე მოხდა? ხვალინდელი წვეულებისთვის დამხმარე მჭირდება. პატმა არ იქნება? არა, ხვალ არ იქნება. ვანაშვიძე უნდა წავიდეს სოფელში. ღმერთო, სადვი პოვო ახლა ვინმე. ჩვენ სემინეს გამოგზავნის, სანამ პატმა დაბრუნდება აქ იყოს. რას ამბობ, საყვარელო, მერე შენ? ორსული მარტო როგორ იქნები? არა უშავს, არაფერი არ მომივა. ქერემი ისე დამტრიალებს თავს, ცივნიავს არ მაკარებს. კარგი, რადგან ასეა. მოკლედ სემინეს გამოგიგზავნით. გმადლობ, ბენო. ხვალ რა წვეულებაა? ფონდის წევრებისთვის ვახშამე მინდა გავმართო. ჩემი შვილები არ მეკარებენ, ამიტომ ახალი მეგობრები გავიჩინე და მათ ხვდები ხოლმე. ასე, გამარჯობა ბატონო ქერემ. გამარჯობა. გამარჯობა ქერემ. ალბათ ბენოს დასაყვანად მოხვედი. არა, შენ სანახავად მოვედი. როგორ ხარ? კარგად გამოიყურები. არა მიშავს. შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობ. დედას უთხარი? არა, შენს მოსვლას ველოდებოდი. რა უნდა გეთქვა? დედა მინდა დენის ინჯოღლუ გაგაცნო. შენი შვილიშვილი. ესე იგი დენიზი უნდა დაარქვათ. ძალიან ლამაზი სახელია. ბატონი ბურხანი მოვიდა. გამარჯობა ბატონო ბურხან. გამარჯობა. ქალბატონო ნურჰაიათ, ორი ყავა მოგვიტანეთ. ნაკლებად ჩაქრია. ახლავე. მოგზანდით. ბატონო ჟანს დავურეკე გზაშია. კარგი, ქალბატონი დასუთხარით რომ შემოვიდეს. დავურეკე, მაგრამ ადგილზე არ არის. არ უთხარით რომ დღეს დათვირია. ლილით გავაფრთხილე ბატონო. ცოტა ხნის წინ ვურეკავდი. მინდოდა მეთქვა რომ შეხვედრა თქვენს კაბინეტში გაიმართება, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. დასაგებია. ქალბატონო ედას მობილურზე დაურეკო. არ არის საჭირო, თავად დაურეკავ. ალო ბატონო ონურ, გისმენთ? ქალბატონო და სად ხარ? თათვირისა და ცა დაიწყება. ბატონო ონურ, მშენებლობაზე ვარ, სერიოზული პრობლემა გაჩნდა. კომპანიის ინჟინერს სასწრაფოდ უნდა შევხვედროდი. მართლა ქალბატონ ნურჰაიას რატომ არ შეეტყობინეთ? თათვირი გვაქვს და გელოდებით. მეგონა მოვასწრებდი, მაგრამ მაგვიანდება ბოდიშს გიხდით ბატონო ონურ. ვეცდები მაგისტრად. თათვირი უკვე იწყება ქალბატონო და. კარგი, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ნახვამდის. დაბადიეთ ბატონო ბურხან, ამ თათვირის გადამკიდე ვეღარ მოგიგითხეთ. როგორ ხართ? არ ამიშავს. რა ხდება? რა შეესაქმე? როგორ გითხრათ? იმედია ქალბატონი ნადიდე კარგად არის. კარგად არის. ბატონო ბურხან, რა მოხდა? რამე პრობლემა გაქვთ? არ გითხოთ ბატონო ონურ. დიდი უბედურება დაგვაწყდა თავს. რა მოხდა?
არ ვიცი როგორ გითხრათ. ღმერთმა ყველა საშუალოს ასეთი განსაცდელი როგორიც ჩვენ გვაქვს. რა მოხდა? ჩემი რძალი. ჩემი ყოფილი რძალი, ბიუსონი. დიახ. ციხეში მოხდა. როგორ გამოვიყურები? მასწავლებელს გავხარ. სად მიდიხარ? სასამართლოში განქორწინების საქმის მოსმენაა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რას ამბობ? საერთოდ არ მინდა განქორწინება. როგორ? ქალი ევლია ოღლუს რძლობაზე როგორ იტყვის უარს? ხო? იქნებ შენს გამომყვე. ჩასაცმელი არაფერი მაქვს. რამეს მოვიფიქრებთ? მარტოს ნო გამეშვებ გთხოვ. მაჩვენე. მიხდება? ოღონდ სასამართლოში უცება ის შეგული არ დამეძახო. გაგიჟდი როგორ დაგიძახებ? დედა სევალი კარგად გამოიყურებოდა, არა? დედა სევალი? ენა არ გიბრუნდება, რომ მხოლოდ დედა დაუძახო. არ ვიცი. თითქოს ისევ გაბრაზებულია ჩემზე. მგონი ცუდ მდგომარეობაშია. რატომ? ავადა? ავად არ არის, დარდობს. ბურაკი საერთოდ არ კითხულობს. ბურაკი თავქარიანია. თავის შვილს არ იცნობს. მოკლედ შევეშვათ ერთსა და იმავე ლაპარაკს. პორტოხლის წონს დალევ? არ ვიცი. უკვე დავიღალე დღეში იმდენჯერ შევდივარ ტუალეტში. აქ კარგი წვენი აქვთ. აქვე წურავე. კარგი, მაშინ შევუკვეთე, მე კი ტუალეტში შევალ. უკაცრავად. აქ ხავა ხომ არ დაგველია? არა, ზედმეტად დიდრული ადგილია. რამ დიდრული? მე და ქერემი სულ კი არ დავდივართ. კარგი, აქ დავსხდეთ. აქაც დავსხდეთ. მაინც სხვას არაფერს ვაკეთებთ. დღისით კაფე, ბარი, რესტორანი, საღამოს კი კინო, კლუბი, კონცერტი. კარგი რა მოხდა? სხვა იდეა თუ გაქვს თქვი და გავაკეთოთ. ბურაკ, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ასე? რას უწუნებ ჩვენ ცხოვრებას, საყვარელო? გონი ძალიან კარგად ვცხოვრობთ. შენ შეჩვეული ხარ ასე ცხოვრებას, მაგრამ იცოდე, ეს ბოლო დღეებია, როცა უსაქმოდ ვატარებ. სასწრაფოდ უნდა ვიშოვო სამსახური, შენ კი სეირნობა განაგრძე. რატომ გინდა მუშაობის დაწყება? დათკბი ცხოვრებით. ვერ დავტკბები. მამაჩემაც კი იშოვა სამსახური, მრცხვენია უსაქმოდ რომ ვარ. შევიდეთ თუ არა? კარგი, შევიდეთ. აქ დავსხდეთ? ხო. ძმაო? ძმაო. ამათვის ხედა. როგორ ხარ? არა მიშოს. შენ როგორ ხარ? მეც არა მიშოს. აბა, საქმეები როგორ მიდის? როგორ უნდა მიდიოდეს მთელ დღეს უსაქმოდ ვატარებთ? სულ წუწუნებს, სულ. რამე უთხარი. გინდა თუ არა უნდა ვიმუშაო. გამარჯობა. გამარჯობა. სეზენ როგორ ხარ? მადლობ, კარგად თქვენ? თქვენობით ნუ მელაპარაკები. შეგიძლია შენობით მომმართო. დასხედით, რატომ დგახართ? მიდი. გმადლობ. ვერუ, აბა, ჩემი ძმისშვილი ხომ არ გაწოლებს? არა, საერთოდ არა. ერთი სული გვაქვს, როდის დაიბადება. ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს. სახელი შეურჩიეთ? მამამ შეურჩია. დენიზი. დენიზი, ლამაზი სახელია, ძალიან მომწონს. ვინც დაიბადება, გოგო თუ ბიჭი, ორივეს მოუხდება. გოგოს შემთხვევაში სურეია დენიზ დავარქმევთ, ბიჭის შემთხვევაში იუსუფ დენიზ. ეს პირველად მესმის. სურეია ჩვენს ბებიას ერქვა. მართალია, სულ დამოვიწყდა. იუსუფი ბაბუის სახელია, არა? არა, არ ვიცი. ისე მოვიგონე. თუ გინდა ბაბუა შენი სახელი დავარქვათ. რომ დაიბადება, მერე მოვიფიქროთ. იქნებ ერთხელ შევიკრიბოთ. მაინც და მაინც კაფეებში უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. კარგი? ჩვენთან სადილზე გეპატიჟებით. თქვენ მოდით. ჩვენ ახალ დაქორწინებულები ვართ. მერე რა? ჩვენ თქვენზე უფროსები ვართ, ამიტომ თქვენ მოდით. ამ საღამოს ვეგვესტუმრეთ. არა ქერემ? კარგი. სიამოვნებით. სეზენ? სიამოვნებით. შევთანხმდით. საღამოს ერთად ვახშმობთ.
აი, ჩემი ქმარი მოდის. ის? დიახ. სიმპათია რა ყოფილა? მოგვარე ეს საქმე. აუცილებლად. ქალბატონო ახო, მოდი შევთანხმდეთ და ეს დავა დავასრულო. ყველა თავის გზაზე დავიდეს. ნუ არ გავაჭიანურებ საქმეს. კარგი თანახმოვარ. ხომ არ ვამბობ, არ შევთანხმდეთ მეთქი. თუ მოსამართლეს ეთქვით, რომ ერთმანეთს ვერ უგებთ, ყველაფერი დღესვე დასრულდება. სანაცვლო დროს მე ვიღებ. რას გულისხმობ? სანაცვლოდ რა უნდა მოგცე? ის ქონება მომცენ, რომელსაც დამპირდნენ და ეს საქმე დასრულდება. ვერაფერსაც ვერ მიიღებ. ერთ ქურუჩსაც არ მოგცემ. ეს მამა შენის გადაწყვეტილებაა? როგორ მელაპარაკები? ქალბატონო ახო, არ გინდა. არ არის საჭირო ახლა გაჯიუტება. ალი ქემალ ევლიაოღლუ, აჰუ ევლიაოღლუ. წამოდი. ევლიაოღლუ. თქვენგან სიკეთე არ მინახავს. ფეხებში მაინც ნუ მებლანდებით. თქვენი განცხადების თანახმად, უდანხმოების გამო განქორწინება გსურთ. სასამართლო მხარეების მოსასმენად მზადაა. ორივე მხარე აქ არის? შენ მზად ვართ, ბატონო მოსამართლე. თქვენ ადვოკატი არ გყავთ? მე განქორწინება არ მინდა, ბატონო მოსამართლე. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს. იტყუება ბატონო მოსამართლე. მას მხოლოდ ჩემს ქონებაზე უჭირავს თვალი. ჩვენთვის სიტყვა არ მომიცია. ფულსა და ქონებაზე არ მეჭირავს თვალი. მართლა მიყვარს ჩემი ქმარი. მისი შვილები საკუთარ შვილებად მიმაჩნია. ერთი შანსიც მოგვეცით, გთხოვთ. თქვენ რა სიტყვით? ბატონო მოსამართლე. ბატონო მოსამართლე, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა როგორც განაცხადა, ცოლ-ქმარ შორის უთანხმოება არსებობს და ქორწინების გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია. გასაგებია. მაგრამ რატომ ვერ თანხმდებით? ედავ, შენი ცოლი ამბობს, ქმარი მიყვარსო. ვერ თანხმდებით ბატონო მოსამართლე. ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. Oğlum annen შვილო, geldi. დედა მოვიდა? Gelmedi baba. არა, დარეკა? Hayır. არა, თქვენ რა საკეთებთ? არაფერს, მეც ათინაობთ. Beni მე საშინაო დავალებებს ვაკეთებ. Aferin. კოჩახ შვილო, მაშინ Akşama görüşürüz. საღამოს შევხვდებით. დროებით, მამა. Hadi öpeyim. ბოცნი, მეც. ბოდის გეხდით, ბატონო ონურ, თათბირს ვერ მოუსწარი. Bir dahaki. შემდეგში ყურადღებით იყავით. რა თქმა უნდა. გადიხართ? Çıkıyorum. გავდივარ. ქალბატონი შაჰრაზადი როგორ არის? İyi. კარგად. საღამომშვიდობისა. გამარჯობა შვილო. Ne oldu? რა ქენი არის ხემალ? Boşandın mı? განქორწინდი? არა მამა. მოსამართლე განქორწინებას არ დათანხმდა. Ne demek abi? რას ნიშნავს არ დათანხმდა? Sen ayrı... არ უთხარი რომ განქორწინება გინდა? როგორ არ ვუთხარი, მაგრამ აჰუმ თქვა რომ განქორწინება არ მინდაო. მერე? მოსამართლემ გადაწყვიტა რომ ერთი წელი ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ. Sen de შენ დათანხმდი და სახლში წამოხვედი? eve mi geldin? კანონის წინაშე უძლური ვარ მამა. ესე იგი, ერთი წელი იმ ქალის ქმარი უნდა იყო? კანონი ასეთი ყოფილა. მომბეზრდა ან აღარ მინდა. ეს განქორწინებისთვის არ არის საკმარისი. პირდაპირ თქვი რომ ყველაფერი შენი ბრალია. მამა გონია მე არ მინდა განქორწინება. მაშინ განქორწინებულიყავი. ესეც ვერ მოახერხე. მოხვედი და ზღაპრებს მიყვები. ბატონო ბურხან. გთხოვ. კარგი რა მამა, თითქოს აჰუს არ იცნობდე, ვაჭრობა დამიწყო. მაგრამ შენ არ თქვი ერთ ქურუშსაც არ მივცემო. Dedim. თქვი?
აჰუ მოსამართლესთან სრამლების ზღვრა დაიწყო. უთხრა ქმარი მიყვარს და განქორწინებაც არ მინდაო. კარგი ალი ქემალ, კარგი, გაჩუმდი. გაჩუმდი სანამ მოწმინების ფიალა ამეხსება. მართალი ხარ მამა. მართალი ხარ. აჯობებს გავჩუმდა. რიც მოსაყვედურო. უსამართლოდ რატომ ეკცევი? ვერაფერი ვერ მოახერხა. მოვიდა და კანონებს მასწავლის. ალი ქემალის ბრალი არ არის. შენ ხომ თქვი ერთ გურუშსაც არ მივცემო. შევაჯრების შესაძლებლობა აღარ ქონდა, რა ეკნა? ესე იგი იმ ქალის მოთხოვნები უნდა შემესრულებინა? ამდენი ქონება იმისთვის დავაგროვე, რომ სვავებს ჩაუგდო ხელში. თავის დროზე მაღაზია და ბინა რომ მიგეცა, ახლა მოშორებული გვეყოლებოდა თავიდან, მაგრამ ისევ ბრაზმა დაგიბრმავა თვალები. აღარაფერი გესმის. ალი ქემალს ნუიცავ. მისი ბრალია ამ მდგომარეობაში რო ვართ. შეეშვი ამაზე ლაპარაკს ბატონო ბურხან. გახსენებაც აღარ მინდა. მული მტკივა კმარა. მიდიხარ? ხო. სახლში? ხო, რამე ხდება? არა. დედა როგორა? სიცხე ჰქონდა? გმადლობ, ახლა უკეთაა. ნუნერ, გისმენ? ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა? არა, არაფრის. ძალიან დავიღალე. უკვე რამდენი დღეა უცნაურად იქცევი. შეგიძლია ჩემთან უფრო გულახდილი იყო. როგორ? მერტო. რას ნიშნავს როგორ? ძველ შეყვარებულს დაუბრუნდი? ან ახალი ვინმე ხომ არ იპოვე? იქნებ რადგან ჩემი და ციხეშია ჩემთან ერთად ყოფნის ხრცხვენია. გამარჯობა ბოშო. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ნურ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. გარაზადი არ არის? არა. ახლა გავიდა? არა, დიდი ხანია. შუა დღე იყო, ჯერ არ დაბრუნებულა. არ უთქვამ სად მიდიოდა? არა. რამე შეხვედრა ჰქონდა? როგორც ვიცი, არანაირი შეხვედრა არ ჰქონია. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. ალი ქემალ. მართალი ხარ მამა. ესეც ვერ მოახერხე. ცხოვრებაში ვერაფერი ვერ მოახერხე. მის ბინაშვილო. პირველ რიგში მინდა ეს სიბინძური ჩამოვირეცხოთ. მე რა არ მინდა. მაგრამ არაფერი არ გამომდის. კარგი. ესე იგი ჯერ არ დამდგარა ამის დრო. ჯამთელად ვიყოთ და ყველაფერი მოგვარდება. შენ ისწავლი რომ უნდა გაუფრთხილდე იმას, რაც გაქვს. რომ ვისწავლო რა? არაფერი არ შემიძლია. ჩემი შვილების დედაც კი ვერ დავიცავე. არაფერი არ შემიძლია. შენი ბრალი არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში შენ არ ხარ დამნაშავე. ცუდი პერიოდი გვაქვს, თუმცა ყველაფერი ჩაივლის. ადექი, ქვემო ჩავიდეთ. კიდევ მიირთმევთ? არა, გმადლობთ. ალო, დედა. საყვარელო, როგორ ხარ? კარგად, დედა. შენ სად ხარ? საქმე მაქვს საყვარელო. როდის დაბრუნდები? ამაღამ სახლში ვერ მოვალ.
აბა როდის მოხვალ? ნუ ღელა ვხვალ გნახავ. კარგად ვარ, უბრალოდ საქმე გამიგრძელდა. კარგი. ოჩახ შვილო. ახლა ჭამე და დაიძინე, კარგი? კარგი. კოცნი. მეც. შვილო, დედამ რა გითხრა? ამაღამ ვერ მოვალო. Biz geldik. Ay ჩვენს მომედით, თმა შევისწორეთ. კიდევ რა გითხრა? ჭამე და დაიძინეო. კარგი შვილო. პირდეს ბავშვები მაგიდასთან დასვი. რა თქმა უნდა, ბატონო ნურ, თქვენ არ მიირთმევთ? კარგი. წამოდი ქალი. ნომერი, რომელიც თქვენ აგრებთ, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. ნახე. შეჭერდი. რატომ უნდა შევჩერდე, გამატარეთ. გაჭერდი ბებერო. საფულე მომეცი. ადი შვილო, საქმეს მიხედე. ჩემი საფულე არაფერში გამოგადგება. მომეცი მეთქი. მომისმინე შვილო, თუ გშია რაც მაქვს, იმას გაგიხობ. შენ რა დამცინი? აიციეთ. ესე ჩენ. ჩქარა, ჯიბიდან ამოიღე. მიდი. ჩქარა. წავედით. თემი არ მოსულა? არა. არ დაურეკავს? არა. ალბათ სადღაც დალია და დათვრა. კარგი, საქმეს მიხედეთ. გადაგემართა. მივდივართ, მაგრამ შვიდათ არ ვარ ბურაკ. ჩვენი წასვლით რამე რომ დაშავდეს ან რამე დაგბრალდეს? წასვლა გაშინებს? ამან შეგაშინა, არა? არ ხუმრობ ბურაკ. გეუბნები მეშინია მეთქი. კარგი რა, რამ შეგაშინა? მომისმინე, ბენუს თუ რამე წამოსწდება, იქაურობას მაშინვე დავტოვებთ. მორჩა და გათავდა. გასაგებია? კარგი. ბენუ. გისმენ? ბურაკის დაპატიჟება შენი სურვილი იყო თუ ჩემი ხათრით დაპატიჟა? ორევე. როგორ? ეს უთანხმოება დიდხანს გაგრძელდა და მინდა დასრულდეს. ესე იგი ბურაკს აპატია? გამოდის სეზენზეც აღარ ბრაზობ. ბურაკზე ნაწყანი ვარ, რადგან დედას არ დაურეკა და არ მოიკითხა, მაგრამ ეს მათი საქმეა. კარგი. არ გეშინია დედამ რომ ვერ გაიგოს. დრო გავა და ალბათ მიეჩვევა. ჯობია მალე შეეგუოს. მერე მელექი. შენ ხომ მის გამო ძალიან მიბრაზდებოდი. მიეჩვევა. ბურაკი და სეზენი დაქორწინდნენ. ეს უნდა დაიჯეროს და ცხოვრება გააგრძელოს. ქალი კი არა. ცოლად ანგელოზი მომიყვანია. ასეც არის? უფრო მეტიცა. ამდენმა უსიამოვნებამ დამღალა, აღარ მინდა. ჩემო ერთადერთო. მე გავაღებ. შენ საიდან გაჩდი? საიდან გავჩდი?
კლუბში არ მიდიოდი? აღარ წავედი, გადავიფიქრე. უკაცრავად, მგონი ხელი შეგიშალეთ, რადგან სახლში არ მეპატიჟებით. მოდი მელეკ, შემოდი. გამარჯობა. თუ გინდა შემოდი, მაგრამ ცოტა ხანში ბურაქი უნდა მოვიდეს. ბურაქი უნდა მოვიდეს? გასაგებია. ამიტომ არ მეპატიჟებით, არა? ახალი ნათესავები მოდიან, შენი და კი დაუპატიჟებელი სტუმარია, რა თქმა უნდა, ასეა. რა სისულელია, შემოდი. მელეკ, შემოდი გთხოვ. არა. ოჯახურ შეკრებას ხელს არ შევუშლი. დროებით. სირცხულია მელეკ. მელეკ, სისულელეს ნუ აკეთებ. მელეკ. ეს რას ნიშნავს? გთხოვ, კერემ, ისედაც უგუნებოდ ვარ. თუ უგუნებოდ ხარ, ბურაქი რატომ დაპატიჟე? მათაც ასეთი ხასიათით უნდა დახვდე? კერემ, ეგ რა შუაშია? ასეთი სახით თუ მინდოდა დახვედრა დაპატიჟებდი? მართალი ხარ ზვირფასო. ისევ ჭირვეულობს. ასე მოქცევას როგორ ბედავს? რატომ აძლევ უფლებას რომ გაწყენინოს? რატომ? მელექს მხოლოდ ჩემი წყენინების უფლებას კი არა, შენი წყენინების უფლებასაც ვაძლევ, დედა ჩემის, მამა ჩემის, კალბატონი სევალის, ყველას წყენინების უფლებას ვაძლევ, რადგან სუსტი ვარ, გასაგებია? კარგი რა, სისულელეს ნუ ამბობ. ჩვენ გამო თუ ჩხუბობთ, ახლავე წავალთ. არა, თქვენ რა შუაში ხართ. მოდით. მამეცი, არ გეწყინოთ, მობრძანდით. მოდი დავსხდეთ, ძალიან მომშივდა. რა ლამაზად გაგიწყვიათ. იცოდეთ, სანამ ყველაფერს არ შევჭამ, აქედან არ წავალ. თუ გინდათ, გამაგდეთ. მიირთვით. Sokaklarda da yatsam senden ayrılamam ben. Kızım. Şöyle. ეცადე მიეჩვია. თუ ვერ შეეგუები, დროც არ გავა. საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. გოგოები მენატრება. მოითმინე შვილო. პაიმანზე შეხვდები. ნახავ და ჩაეხუტები. მაგრამ ჩემთან მოსვლა მოუნდებათ. მკვლელი დედის ნახვას მოისურვებენ. მოწყენილი ხარ და ამიტომ ამბობ ამას. რა თქმა უნდა მოისურვებენ. მათ თვალებში როგორ ჩავხედო? რას ნიშნავს როგორ? თავაწეული შეხვდები. შენ ბედის წერის მსხვერპლი ხარ შვილო. სამარცხვინო არაფერი ჩაგიდენია. ერთი წუთით მოიცადე. Ben de senin yanında kalmak istiyorum anne. Sen zaten benim içimdesin bir tanem. მოდი. მოდი, საით, წამოდი. Ne yapıyorsun? რა ზაკეთებ, კალოდორნა დიდი? რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? აქ რა, მორგია? Bu ne ses? რა სიჩუმეა? განი შვილო, ტელევიზორი ჩართე. კარგი ბიძია ბურჰან. ნიმეთ, აიშე. თქვენს მორჩით გლოვას. ცოტა გამოცოცხლდით. დიახ, ბატონო ბურჰან. მომისმინეთ, ამ სახლში მოწყენილი სახეები აღარ დავინახო. ყველა ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება. სანამ ფიოსუნი ციხეშია,
ჩვეულებრივ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, ბატონო ბურხან. ფიუსონი ციხეში არ დარჩება. ცოტა ხანში გაათავისუფლებენ და ღირსეულად დაბრუნდება სახლში. მეც დავაფასებ ამას. მეც. კარგი, დამშვიდდი. მაგრამ გახსოვდეს, ქალბატონო ნადიდე, ალი ქემალი ჯერ ისევ ცოლიანია. ჯერ არ განქორწინებულა. ამერიდან აღარ დაგიჯერებ. ერთხელ უკვე შევცდი. მეორედ იმავე შეცდომას აღარ დავუშვებ. ბატონო ბურხან. ალო. დედა, ფიუსონ. შვილო. მე ვარ დედა. შეიძლება გოგოებს დაველაპარაკო. რა თქმა უნდა. ერთი წუთი დამელოდე. ბუკეთ, ბურჯუ. შენ როგორ ხარ შვილო? გმადლობ დედა. გოგოებო, ჩქარა დედა რეკავს. ჩქარა. ბებია დედა რეკავს. ახლავე გადავცემ. დედა, გამომართვი. დედიკო, კარგად ხარ? ო შვილო, ჩემზე არი ნერვიულად კარგად ვარ. ძალიან მომინატრე. მე შვილო, მეც. არი ნერვიულად კარგი. ბებია და ბაბუა არ გააბრაზოთ. კარგი. ახლა ბუკეთს დაუძახე. კარგი, ბუკეთ. დედა მე ვარ. ბუკეთ. არ იტიროთ. კარგად ვარ, ჩემზე არი დარდოთ. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ. ვის ელაპარაკება? ფიუსონს. გავიგონე. რას ამბობს? დებ შენ გაბარებ. იცოდე, უჩემობა არ აგრძნობინო. დედა. მალე შევხვდებით ბუკეთ. კარგად იშო, მამას უნდა ლაპარაკე. ფიუსონ. ერთი წუთით ოთახში გავა. ჩემო საყვარლებო. როგორ ხარ ფიუსონ? კარგად ვარ, ალი ქემალ, ჩემზე არი დარდო. როგორ არ ვიდარდო? მაპატიო ფიუსონ, გთხოვ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ვერ დაგიცავ. ალი ქემალ, გთხოვ. უფრო მეტად უნდა დამეფასებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო. შენი ბრალი არ არის. ნეტავ შემეძლოს რომ შენ მაგივრად მოვიხადო სასჯელი. ახლა ამის დრო არ არის, ალი ქემალ. ძლიერი უნდა იყო. გოგოებს უჩემობა არ აგრძნობინო. უნდა გავთიშო. ღამე მშვიდობისა. დავს მიხედე ფიუსონ. გმადლობ. გმადლობ, ხურიშ. ღმერთმა დაგლოცოს. ღვთისნებით მალე შეხვდები. ღმერთმა გნას. დიდი ხანია არ მინახი ხარ, ოსჯან, როგორ ხარ? ხო, თათბირზე ვერ მოვედი, საქმე მქონდა. ობიექტზე ვიყავი. იმ დღეს რაღაც პრობლემა შეიქმნა. მაგრამ იქნებ შევხვდეთ. ჩემთან მოდი. დავლიოთ, ვიჭორავთ. რა სიტყვი? კარგი, ვიღაც მოვიდა. მერე დაგირეკავ. ნახვამდის. გასაღები არ გაქვს. ლინიცის სად დატოვე. ედა, აქ მოსვლა როგორ გაბედე? შეგიძლია ერთი წუთით მომისმინო? არა, არ მოგისმენ. გაეთრი აქედან. ედა, გთხოვ, ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა? შვილო, შვილს ნუ მეძახი. არ გაბედო და შვილო არ დამიძახო. კარგი, როგორც გინდა. მაგრამ ერთი წუთით გაეთრი აქედან.
შვილო არა. ახლა გაგახსენდა შვილი. კარგი იყო შვილი რომ მიატოვე. დედას რომ მეუგდე ბავშვი და წახვედი. მაშინ რატომ არ გაგახსენდი? შენ გამო არ ვიტირებ. რა თქმა უნდა. პული ვიშოვე გავმდიდრდი. ამაზე მაშინ გეფიქრა, როცა მიმაგდე. მაშინ უნდა გეფიქრა. ახლა გვიანია. გვიანი. ალო. Onu როქსალი ბრძანდებით? დიახ, გისმენთ. მე? რა? Tamam. დიახ. ზად? მოხდა რამე ბატონო ანურ? კარგი. Tamam. კარგი მოვდივარ. Tamam, gel. დიახ, ახლავე. ახლავე. გმადლობ, აღარ მინდა. ძალიან გემრიელია თან მსუბუქი. გმადლობ, მაგრამ ბევრი მომივიდა. მართლა. გემრიელად მიირთვი. თუ გინდა წავიდეთ და მამას მოусმინოთ. მაგარ მუსიკას უკრავს. იქაურობას ახალისებს. თქვენ გაერთეთ, ასეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წამოვალ. მალე ვიმშობიარებ. ბურაკ, ეკომ როგბარია. მენუ უნდა დაისვენოს. ბოდიში ბენუ. სულელი ვარ არა? მშობიარობის მერე ერთად წავიდეთ და ვიცეკოთ კიდეც. კარგი? კარგი. ალო? რა თქვით? Სემი ოზჯერენის იმედზე რომ იქნები უარესი ზღირსი ხარ. დარბაზის ავსია თვითონ კი არ ჩანს. თუ გინდა მისვას დაურეკე.
რისთვის დაურეკო? მიშველის? ჩემი ბრალია. აფიშა გავაკარი. ცემი ოჩერინის ჩვენთან მუშაობს მეთქი. მიდი გადით. თქვენ მაინც გადით. კარგად ვარ ექი მოგთხოვთ, წასვლის უფლება მომეცით. შაჰრაზად, საყვარელო. დავით ამანებე. შენ საიდან გაიგე? დაგზაო პოლიციის უბრალოდ შენი საბუთები ნახა და მიხვდა რომ ჩემი ცოლი იყო. მან შემატყობინეს. ექიმ როგორ მდგომარეობა? კარგადაა, სანერვიულო არაფერია. თუ კარგად ვარ, რატომ არ მიშვებთ? გაგიშვებთ ალბათ შაჰრაზად. ჯერ ტომოგრაფიის პასუხებს ველოდები ვნახოთ რა იქნება. სავალ ნახავ. საყვარელო, ძალიან შემაშინ. არ შემეხო. კარგი, დამნაშავე ვარ, მაგრამ მიზეზი მქონდა. მიზეზი? რა ჩავიდინე? რამე დაინახე? რამე გაიგონე? არა, მსგავსი არაფერი უბრალოდ. კარგი, აგიხსნი. რა სამიხსნი ონურ? რომ არასდროს არ მენდობოდი და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება? ხო, მომისმინე საყვარელო. საყვარელო, ყველაფერი ჩემი სისურელის ბრალია. მე ძავის ქმრობა ძნელი არა? რადგან ფულის გამო დაწვა ჩემთან? სხვასთანაც დაწვებაო, ასე ფიქრობ? ნუ სულელო, რას ამბობ? სიმართლეს, ეს ვერ დაივიწყე. და ვერც ვერასდროს დაივიწყებ. იმ ღამეს ვერასდროს დაივიწყებ. შენთვის ყოველთვის მე ძავი დარჩები. სინამდვილეში იმ ღამეს შენ ვერ ივიწყებ, შაჰრაზად. კაცი მომიჩინე რომ ჩემთვის ეთვალთვალა. რა გაარკვიე? კიდევ ვისთან ვიწექი? ხები მაინც რომ საკუთარ თავში შეურაცხყოფას აყენებ. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ის არის რომ სათვალთვალოდ კაცი მომიჩინე. შაჰრაზად. ეს ქორწინება დასრულდა. არაფერი არ დასრულდა. მე არ დაგთმობ. სანამ გამოსავალს ვიპოვი, პატივი დამდე და სასტუმროში დარჩი. რას ამბობ, საყვარელო? ვიცი, ჩემზე ნაწყენი ხარ. შენი მოსმენა არ მინდა. შაჰრაზად. გამატარე. საყვარელო, წავიდეთ. საყვარელო. კარგად ხარ? გამარჯობა ბატონო ქერემ. კარგად არის ქერემ, ექიმის სასვლის უფლება არ მიუწია. შენ საავადმყოფოში წავიყვან. შენთან ერთად არ წამოვალ. რას ამბობ, შაჰრაზად? საავადმყოფოში მივდივართ. ბატონო ქერემ, შეგიძლიათ სახლში წამიყვანოთ. რა თქმა უნდა. შაჰრაზად, გთხოვ. დავტოვებ და დაგირეკავ, კარგი? შეხრაზადის ნახვა მინდა. სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებ, რომ კარგადაა. თუ გინდა კიდევ ერთხელ დაურეკე. ქერემი რეკავს, ალო? რას აკეთებ, საყვარელო? არაფერს, ვსხედავთ. შეხრაზადი როგორ არის? ნახე? კარგადაა. ჩემ გვერდითა, სახლში მიმყავს. შენ? რატომ? ონური არ მოვიდა? მე ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი. მომიკითხე, ხვალ დავურეკავ. მოგიკითხე. ხვალ დაგირეკავს. შენც მომიკითხე. არ დააგვიანო, კარგი? კარგი. უკეთაა. ბენუს ხომ ვუთხარი ბატონ ქერემს, ნუ შეაწუხებ მეთქი. რა შეწუხება? ექიმა დაიჩემა უნდა დაგაწვინო, არ ვიცოდი რა მექნა. დაივიწყე. დავარე რომ კარგად ხარ. დავარე როგორ მოხდა? ტინიდან მომავალმა ტრაილერის შუქმა თვალი მომჭრა და საჭე ვეღარ დავიმორჩილა. მალე გამოჯამრთელდები. იოლად გადარჩი. ხო, გმადლობ. ონური.
ონურთან უსიამოვნება გაქვს? ხო. შორდებით. ისევ კვერცხი? სასარგებლო აქან. ოჩახლი ლიპუტო. გემრიელად მიირთვეთ. თუ არ შეჭამთ როგორ გაიზრდებით. ალო. შაჰრაზად. გისმენ. როგორ ვიქცევით საყვარელ? დასისრულია. გთხოვ, ვილაპარაკოთ. ახლა არ მცალია. შაჰრაზად, გთხოვ. მერე ვილაპარაკოთ. ნახვამდის. შაჰრაზად. ბავშვებო, მიდით. რძე, კვერცხი, ყველაფერი უნდა ჭამოთ. ბატონი ონური იყო ქალბატონო შაჰრაზად. რაში გაინტერესებს ფირდევს? არა, მე გისმენ ქალბატონო ნურჰაიათ. რა? გმადლობ. შეკერგოთ. აიღე. მადლობ. ისე მე უნდა გაჭმევდე ხელით, მაგრამ შაჰრაზადმა გითხრა შორდებითო? ასე თქვა? საყვარელო ხომ გითხარი? ზუსტად ასე თქვა. მეტის მეტად აზვიადებს. ასე ნუ ამბობ. მე თუ მკითხავ მართალია. რატო? ონურის ეჭვიანობა ძალიან განიცდის. შენს გითხრა? არა საყვარელო. შენ არ თქვი კაცი მიუჩინა სათვალთვალო და შაჰრაზადს ეს ძალიან ეწყინაო. ხო, მართალია. სხვა არაფერი უთქვამს? რატომ გადავწყვიტე მასთან დაშორებაო? არ მიკითხავს. თქმა თუ უნდა და ხოლმე ეთყოდა. შენ შაჰრაზადი გიამბობს ყველაფერს. მე კი ონურს დაველაპარაკები. ისმენ ონურ. მიღამშვიდობისა. მეხუმრები? მიღამშვიდობისა. 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 გამარჯობა. დილამშვიდობისა ბატონო ონურ. დილამშვიდობისა, მენეჯმენტი ახლა მოეწვიეთ ათფირზე. დიახ. გადავიფიქრე. მენეჯმენტს მერე შევკრებ. ფინანსური კოორდინატორები მოიწვიე. უთხარით რომ ბატონი ჰალუქის მოვიდეს. რომელ საათზე? ახლავე. ბატონ ქერემსაც დავურეკო? უკვე გზაშია, მოდის. კრიზისმა ევროპაში 40%-ს გადააჭარბა. ინგლისის მთავრობამ ბრედფორდს დაადო ხელი. ირლანდიის შემდეგ საბერძნეთმა საბანკო სექტორში დეპოზიტებზე მთავრობის გარანტია მოითხოვა. ინგლისში კი საბანკო დეპოზიტი 35,000 გირვანკა სტერლინგიდან
50,000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. ევრობანკის ხდომაზე 4% სიტუაცია არ შეუცვლია. ბენი რა საყვარელი იყო გუშინ? ძალიან მიყვარს. წამოდი ვისაუძმოთ. ცოტა ხანს ვიწვეთ. ჯერ ძალიან ადრეა. კარგი რა. ტელეფონია. თავი დაანებე, არ უპასუხო. იქნებ რამე მნიშვნელოვანია. შენზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? ბურაკ უპასუხე გთხოვ. ჩემი ძმა რეკავს. ნუ გააბრაზებ, უპასუხე, დროზე. რა უნდა ამ დილაუთენია? ისმენ ქერამ. რასაკეთებ? გავცივდი, წევარ. გორაობ, ახლავე ჰოლდინგში მოდი. რატომ? დათბირი გვაქვს. დათბირი? ვინ შეატარეთ მე რა მინდა დათბირზე? გოტრდებით, ბურაკ, გოტრდებით. რას ამბობ? გამოუძრობით ონურ. ნუ გეშინია. ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ხდება. ასეთია ცხოვრება. მაგრამ ზალა უნდა მოვიკრიბოთ. დათბირის მერე განვიხილოთ ვითარება. კარგი? შაჰრაზადმა გითხრა რამე? ისეთი არაფერი უთქვამს. რას ნიშნავს ისეთი არაფერი? შორდებითო, მხოლოდ ეს მითხრა. შორდებითო. ადვილი სათქმელია. არ გაინტერესებს აქამდე რატომ მივედით? ეს ჩემი გასარჩევი არაა, ონურ. თქვენი პირადი საქმეა. მაგრამ ეს შენი მეგობარი ვარ. და თუ რამის მოყოლა გინდა მზად ვარ მოგისმინო. გისმენ. ახლა ამის დრო არ არის. მე მოგივარ. ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ გამორთულია. ისევ გამორთულია. იქნებ როცა გეძინა მაშინ მოვიდა. არ მოსულა ქალბატონო სეზენი. მთელი ღამე არ დავწოლილ ვარ. გუშინდელი დილის მერე სემიჰი არ მინახავს. სად იყო მთელი ღამე? ტელეფონის გამორთული აქვს. იქნებ დაუჯდა. ალბათ. კარგი, გმადლობ. გთხოვთ, როცა მოვა უთხარით რომ აუცილებლად ამირეკოს. გადაეცით რომ ვეძებ, უთხარით რომ სეზენი ეძებს. კარგი, არ ნერვიულად. გმადლობ. თქვენ გმადლობთ. სულ დამაწიწკნე. არ გაინძრე მეთქი. ბუქეთადექი. მზად ხართ? მოიცადე ბატონო ბურხან, ნუ მაჩქარებ. მზად ვართ? ხარა, ქალბატონო ნადიდე, განისაც უნდა გავუაროთ. მე მომეცით. უბრალოდ ველაპარაკე შეიძლება შევხვდეთ. ველაპარაკე. დამპირდა შეგახვედრებთო. კარგი. მიდი. მოგვიკითხეთ ქალბატონო ნადიდე. მომეცი. კარგი შვილო. ნახვამდის. განი ხომ იცის? ო მამა გველოდება. კარგი, წავიდეთ. ეს რომლისაა? სეფაკოის. ესე იგი მინიაფის. დიახ. ამ შემთხვევაში ამის ნახვას აზრი არ აქვს. მინიაფის საქმეები აღარ მაინტერესებს. სწორად გავიგე ქალბატონო შაჰრაზად. მინიაფის საქმეები აღარ გაინტერესებთ? დიახ, არ მაინტერესებს.
როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? ნახვამდის. ნახვამდის. განი. განი. ჩემი მეგობარი იყო. მართალს გეუბნები, მხოლოდ მეგობარი. თანაც დიდი ხნის. განი, რატომ გაქვს ასეთი სახე? რა ეჭვიანი ხარ, განი? განი, მომისმინე. ხომ ამბობენ ადამიანი არასდროს არ შეიცვლებაო. ეს სიმართლეა, ჰუნერ. ერთი მეგობარი მამაკაცი არ ყოფნის. მე არ გატყვევთ, მომისმინე. ჰუნერ, შენთან გამაც არ ვაპირებ. ყველაფერი დამთავრდა. რას ამბობ, განი? განი. დამთავრდა მეთქი. ჩვენი გზები გაიყარა. როგორ? ღმერთო, შენ რა ვერ გაიგე? ყველაფერი დამთავრდა მეთქი. უნდა დავშორდეთ. ასე იოლია დაშორება. ძალიან, როცა ვხედავ სხვა მამაკაცებს როგორ ებრანჭები. ნახვამდის. წარმატებას გესურვებ. გამარჯობა. გამარჯობა. შენ ბატონ ბურხანთან არ უნდა წასულიყავი? მივდივარ. გამომივლიან და წავალთ. როდის გამოგივლიან? ალბათ მალე მოვლენ. რასულელი ვარ. რა მოხდა? ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. როგორ დამავიწყდა? ახლავე უნდა წავიდე ქალბატონო შაჰრაზად. ესე იგი დღეს ამას ვერ გადავხედავთ? მაპატიეთ, გთხოვთ. არა უშავსედა. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დიახ, აზიის კოშკებს ეხება. მერე შემოგივლით. კარგი, ნუღელავ. ერთ საღამოს სავარში მოწავიდე და ვისაუბროთ, კარგი? დიდი სიამოვნებით, ნახვამდის. ნახვამდის. თავს არასოდეს დამონებებთ ევლია უღლუებო. ეს ბებერი კუდიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ძირფასო. არა ამას ხომ არ დალებთ? სანერვილო არაფერია. ყველა ადგილზეა? ყველა მოვიდა სათათბირო ოთახში არიან. თუდი სიტუაცია აქ არა, სიმართლე მითხარი. არა, საყვარელო, არა. ეს პირველი რეაქცია იყო და გაიარა. ენუ, ხოლო ჩვენ შვილზე იფიქრა. კარგი, მაგრამ დამირეკე. კარგი. ინებეთ ქალბატონო ბენო. დიდი მადლობა. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? რაღაც უნდა გთხოვო. შეგიძლია ქალბატონ სელოს დაეხმარო, მისი დამხმარე საქმეზე წავიდა და ახლა მარტოა. კარგი, მაგრამ თქვენ? ჩემზე ნუიდარდებ, მალე მერი იმიც მოვა. კარგი, როგორც ინებებთ. შეგიძლია ახლავე წახვიდე, ალბათ გელოდება. კარგი. მე მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ, მე ბურაკი ვარ. პინარი, ფინანსური კოორდინატორი ვარ. სასიამოვნოა. გამარჯობა. გამარჯობა. ერთმანეთს ვიცნობთ ხომ ასეა? დიახ, როგორ ბრძანდებით? ეგ იმაზეა დამოკიდებული თქვენ რას გვეტყვით ბატონო ჰალოკ. ფინანსური მრჩეველი თქვენ ბრძანდებით. გამარჯობა. 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 გთხოვთ დაბრძანდით. ონურ. შენ დაიწყე. მეგობრებო. ამ შეკრების მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, რომელმაც ჩვენზეც იქონია გავლენა. ბოლოდნელი პრობლემები წარმოიქმნა და დღეს ამ პრობლემებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ შორის საიდუმლო დარჩეს ყველა ის საკითხი, რომელსაც განვიხილავთ. კომპანიის თანამშრომლების პანიკა კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს მუშაობას. რა თქმა უნდა, დასაკვირველია. კარგი. მოდი ჯერ ჩვენი მდგომარეობა განვიხილოთ. ონურ, შენ თქვი. მეგობრებო, ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის. საქმეც უდადაა. ის ბანკი, რომელიც ყაზახეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და პოლონეთში ჩვენს ინვესტიციას აფინანსებდა, გაკოტრდა. ეს როგორ მოხდა? ამ დილით თავი ბანკროტად გამოაცხადა. როგორ? რა? სერიოზულად ამბობთ? პანიკა საჭირო არ არის, დამშვიდით. ყველაფერს გავუმკლავდებით. მაგრამ ეს ხომ უდიდესი ბანკი იყო, როგორ გაკოტრდა? სხვა ბანკები თითქოს კარგად არიან, ამ ბანკის გაკოტრება კი სწრაფად მოხდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ფინანსური წყარო ეს ბანკი იყო. ამ სამი ინვესტიციიდან ერთ-ერთი უნდა შევაჩეროთ და გადაწყვეტილება დღეს უნდა მივიღოთ. მაგრამ ჩვენ მათ ვენდეთ, დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოლდინგი 1/3-ს კარგავს.
მაგრამ იმასაც ნიშნავს, რომ 2/3 შევინარჩუნებთ კალბატონო ფინარ. ევლია ოღონდ ოჯახი. ილსუნოს შერიკის სანახავად მოვედით. ბორჯო, რაზე შევთანხმდე ჩვილო? მაგრამ ბებია. ბუკეტ შენ მაინც დამშვიდდი. ძრებლები მოიწმინდეთ. გავამართვი ბუკეტ. ახალი ტიროთ. სულ 7 ვართ. დედა ჩემი, მამა ჩემი, ბავშვები და მე. კარგად ხართ? ხო. კარგი. კარგი, გმადლობთ. დამოდით დედა არ ვალუდინოთ. ფილმი გახმოვანებულია